ევოლუციურ ასტროლოგიაში პლანეტა ურანი წარმოადგენს არა მხოლოდ მოულოდნელობებს, რევოლუციას, გარკვეულ ქაოსს და შოკურ ცვლილებებს, არამედ ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კატალიზატორი ადამიანის ევოლუციისთვის. ურანის პრინციპები ვიცით, რომ არის თავისუფლება, ინდივიდუალიზაცია და თავისუფლება ცნობილისგან, ეს ჯეფრისეული ტერმინია. თავისუფლება ცნობილისგან, ანუ იგივე სატურნისგან, ურანს ყოველთვის განვიხილავთ სატურნთან კონტექსტში, იმიტომ რომ სატურნი არის ის წესები, ის სტრუქტურები, რომელიც ჩვენ ბავშვობიდან გვეწოდება, ჯერ ოჯახის წევრების მხრიდან, შემდეგ სკოლა და შემდეგ საზოგადოება უკვე. იმიტომ რომ ჩვენ შევძლოთ რაღაცა ჩარჩოების ჩამოყალიბება და ჩვენი პიროვნების შექმნა. ურანი ზუსტად ეგრეთ წოდებული ეგოს, ხო? ხო, ურანი ზუსტად ამ უკვე შექმნილ ჩამოყალიბებული პიროვნების ეგოს მსხრევას უკავშირდება და უფრო გაფართოებას. ეს გაფართოების პროცესი არასდროს არ მთავრდება ხოლმე საერთოდ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ესეთი არის რა, ევოლუციის დანიშნულებაც ეგ არის, რომ მუდმივად უნდა განვითარდე და შეიცვალო მიუხედავად იმისა, რომ გქონდეს რაღაცა უკვე შექმნილი პიროვნება, იყო ჩამოყალიბებული ადამიანი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ერთ უკვე სტაგნაციაში როცა ხარ, როცა სადღაც ჩერდები, იქ უკვე ირთვება ურანი და გაიძულებს, რომ უფრო მეტად განვითარდე. სტაგნაცია აქ განიხილება როგორც იგივე კომფორტის ზონა, იმიტომ რომ შენ უკვე მაგალითად რაღაცა კარიერული მხრივ მუშაობდი, მერე უკვე იქ რაღაცა მიღწევა გაქვს, შეიძლება თანამდებობაზე ხარ უკვე და ხარ კომფორტის ზონაში. შეიძლება ამ დროს ძალიან ისე ვამბობ მაგალითის კუთხით, რომ ჩაერთოს ურანის ტრანზიტი, შენ გაგიშვან სამსახურიდან ან რაღაცა უცებ კარიერა ჩამოგეშალოს, ხო, ეს იმიტომ რომ ადამიანი იმდენად იდენტიფიცირდა ამ კონკრეტულ მიღწევაზე, რომ იმის იქით უკვე ვეღარ აღიქვავს, თავის უნიკალურობას კარგავს, რაც ურანის ძირითადი მახასიათებელია და ზუსტად ამიტომ აბრუნებს ეს ტრანზიტი იქნება ურანის თუ პროგრესია თუ დირექცია გააჩნია უკვე იქ, ეს ყოველთვის ხო ვიცით რა რაღაც არის ფუძემდებლური პროგნოზი, ნატალური რუკა და ეს ტრანზიტები, პროგრესიები, დირექციები, სოლარი უკვე არის ევოლუციური განვითარების ეტაპები, როგორ ვკითხულობთ ამ ყველაფერს კონტექსტში რა, ამ ნატალური რუკის. ხო და მანდ უკვე როცა ერთვება ურანი, ესე იგი უთითებს, რომ რაღაცა გასაახლებელია, რაღაცა არის სხვანაირად დასანახი, შეიძლება ეს იყოს ძალიან რთული, იმიტომ რომ საერთოდ ადამიანებს არ გვიყვარს ხოლმე ცვლილებები, იმიტომ რომ გარკვეულწილად რაღაცა ყოველთვის ვცდილობთ, რომ რაღაცას მივაღწიოთ და იმ რაღაცას ჩავეჭიდოთ, თუმცა ეს დანიშნულება ჩვენი ინკარნაციაში შემოსვლის არც ერთი ადამიანის არ არის, რომ რაღაცას მიაღწიოს და მერე ბედნიერ დაბერდეს და გარდაიცვალოს, ეგრე არ არის ხოლმე. ყოველთვის რაღაცა უნდა ვისწავლოთ ცხოვრებისგან, დიდწილად ეგრეა და აქ მასწავლებელი არ არის მარტო სკოლაში, რომ მასწავლებლები არიან, ნებისმიერ ჩვენ ურთიერთობაში იქნება ეს ჩვენი მეზობელი, იქნება ეს ჩვენი ოჯახის წევრი, იქნება ჩვენი შვილი, იქნება ჩვენი, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ხვდებით, რაღაცას გვასწავლის. ნებისმიერი ადამიანი, ვინც გვაღიზიანებს, რაღაც ისეთ თვისებას აღვიძებს ჩვენში, რაც გვაქვს უარყოფილი. ეს არის ფაქტი, ეს ცოტა გადახვევა გავაკეთე, ხა რეალურად ურანზე ვსაუბრობდით და უნიკალურობაზე, რომელთანაც გვაბრუნებს რეალურად ნებისმიერი ურანის ტრანზიტი, შეიძლება მტკივნეულიც იყოს, შეიძლება არც იყოს, გააჩნია იქ უკვე ნატალურ რუკას, ფუძემდებლურ პროგნოზს, როგორ არის ურანის ენერგიები, თუმცა შეიძლება დადებითადაც იყოს ნატალურ რუკაში ურანის ენერგიები წარმოდგენილი, მაგრამ თვითონ როგორ იყენებს ადამიანი, ანუ ამასაც გააჩნია. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სინთეზს. მოკლედ, სულ ეს მინდოდა მეთქვა.